ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სამშვიდობისა ბატონ ნიკა მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაინტერესებს თუ უსმენდით ბატონ თენგის და მას ჰქონდა თავის რაღაცა სხვადასხვა კითხვაზე მან სხვადასხვა პასუხი გასცა ბუნებრივია სამედიცინო ნაწილზე, თუმცა იყო იქ გამოთქმული კონკრეტული რაღაცა ტიპის წყენა, რომ კრიტიკას ხანდახან აქვს ისეთი ხასიათი, რომ სხვისი გაკეთებული პრაქტიკულად არ უხარიეთ კონკრეტულ თქვათ ჯგუფებს. მიგაჩნიათ თუ არა თავი ასეთ ერთ-ერთ ჯგუფად, პარტიად. არ ვიცი, ნამდვილად ვერ უსმინე ხა თავიდან ბოლომდე ბატონ თენგის, მაგრამ რაც თქვენ ხა თქვენ მითხარით, ეხლა წარმოუდგენელი იმედი ძალიან ცუდია, ზოგადად ამაზე რომ საუბრობს ექიმი, დარჩეს უნდა ექიმი მედიცინის სფეროში და ეხლა ექიმი თუ პაექრობს ექიმთან და დისკუსიაშია და თქვენ დავინახეთ ეს არც თუ ისე ბევრისთვის ასიამოვნო, ასე თქვათ, კამათი ხო, სხვადასხვა საკითხებზე, არ ვიცი, პლანქელინი ვარგა, არ ვარგა, გასაგებია, ხო, 2 თვეა ვსაუბრობთ, რა არის პლატო, დღეს პლატო ვართ, ხვალ პიკი ვართ, მაგრამ ნუ როდემდე უნდა ვისაუბროთ ამაზე, გასაგებია, ხო? ეხლა დიდი ხანი არ იქნება ვაქცინა და დიდი ხანი არ იქნება წამალი, ხო, გამოგონილი სამწუხაროდ. და რა მთელი ერთი წლის განმავლობაში და კიდევ ერთი წელიწადნახევრის განმავლობაში სახლებში უნდა ვიყოთ გამოკეტილი, ანუ რომელი საღადა მოაზროვნე ადამიანი არის მოსული და შეიძლება უნდოდეს რომ ყავდეს სახლში გამოკეტილი საკუთარი ცოლი, შვილი, მშობელი, არ ვიცი, ხო? მე პირადად საკუთარი ოჯახის წევრები 2 კვირა დაახლოებით არც მინახავს, ცალ-ცაკე ვართ ეხა, არ მინახავს, არც მშობლები და არც მეუღლე და არც ბავშვი. და ამას ვინც სიტყვის ჩემი აზრით არის ძალიან არაგუწვრთნელი რა, მაგრამ ერთი არის ხახნო სამეცნიერო საუბარი და ხა თავი რაღაცა მეცნიერულ საბჭოს წევრად გონია ხოლმე ხა იმდენად ასეთად ძალიან ვიწრო პროფესიულ საკითხებზე საუბრობენ და მესმის ხა რამდენიმე მეცნიერის ამბიცია ხო ჯანსაღი რომ უბრალოდ რასაც არ ვიცი სამეცნიერო ნაშრომებში წერს ის ფართო საზოგადოებას გააცნობს, მაგრამ ამის იგი ცხოვრება არის რა მაპატიეთ. ცხოვრება და რა ხა მაინც ამაზე ჩამეკითხეთ, კი ბატონო, ეხა მე როგორც პოლიტიკოს ყოველთვის მექნება უფლება ჩავეკითხო თუნდაც ბატონ თენგის და ვკითხო ბატონო თენგის, აი ერთხელ საუბრობდით რომ 4000 სასუნთქი აპარატია, მეორეჯერ ვთქვით რომ 2000 სასუნთქი აპარატია, ახლა ამბობთ რომ 700 სასუნთქი აპარატია და ხო შემიძლია ეს უფლება წამართვა ვინმე, მან თქვენ წაგართვათ უფლება ვინმე რომ ვკითხოთ რომ იცით 700 გვაქვს 2000 თუ 4000 ძალიან დიდი სხვაობაა ხო ამიტომ ეხა ნებისმიერ სახელმწიფოში წარმოვიდგინეთ ნებისმიერ სახელმწიფოში მთავარი ეპიდემიოლოგი ან მისი მოადგილე არ ვიცი ეხა ფაუჩი რო გამოვიდეს რომელიც თემოსოფლიო გაიგო ხო ამერიკაში და თქვას რომ იცით რა თქვენ გინდოდათ ემან ეპიდემიის აფეთქება მაგრამ ხო ვერ მოგართვით ეხა წარმოგიდგენიათ ეხა რას დაატეხავდნენ თავს გნებავთ რესპუბლიკელები და გნებავთ დემოკრატები. ამიტომ ეხა არ ვიცი ეს კითხვა ვის გულისხმობს თქვას ეხა რა გიპასუხოთ მე ზუსტად ვიცი რომ ამ ქვეყანაში არის ქრისტეს ტირილი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ უკვე შეია და აღარც კი აინტერესებთ აი ეს ერთი და იგივე საუბარი 2 თვის განმავლობაში აინტერესებთ სახლიდან როდის გამომაყოფიებთ თავს სამსახური მექნება არ მექნება, მაცივარი მექნება არ მექნება, არათუ სავსე. არამედ ჩავთავრო, რაზეა, ბევრი ოჯახისთვის მაცივარი ჩართვას, იმიტომ მაცივარში არაფერი არ იქნება და არც კი რთავს, ხო, რაღაცას, არ ვიცი, გადგამენ სუფთა ჰაერზე, აი იმაზე, ამ ვერანდაზე ან თუნდაც ეხა ეზოში და ასეა, თუ 2-3 კილა. მორჩაკათა ეს აინტერესებს ეპიდემიოლოგი, რა თქმა უნდა, თავის საქმეს აკეთებს და კარგია რო აკეთებს, მაგრამ ამის ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ნინო ამ უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში როგორიც არის საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, 1 შეზღუდვა, 5 შეზღუდვა, 8 შეზღუდვა, პოლიტიკური პროცესი არის ეს. ანუ ექიმებმაც ნახე ძალიან სწორად უნდა გაავლონ საკუთარი ასე თქვათ ხაზი პროფესიული და დარჩნენ მედიცინაში და აქეთ
პოლიტიკური ასე თქვა კინკლაობა დაუტოვა კამათი პოლიტიკოსებს გახარიეს და ასე თქვენ რჩება შთაბეჭდილება, თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც შთაბეჭდილება რჩება, რომ აი ლიდერი ექიმები, ვინც წინა ხაზია და ვინც საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც არის პარალელურად აი ამ მნიშვნელოვანი პროცესისა, რაღაცნაირად არიან მიკერძოებულები ხელისუფლების მხარეს, ასეთი შთაბეჭდილება რჩებათ. ანუ რას ვამბობ, იცით, აქ ითქვა, რომ თქვა ხელისუფლება ცდილობს საკუთარ თავზე მიიწეროს მათი ნამუშევარი და თითქოს და ესკეთდება სიამოვნებით ექიმთა მხრიდანაც. აი როგორ აფასებთ ამ პროცესს როგორ უყურებთ? კი ბატონო, საპირისპიროს ვამბობ, მადლობა ამ კითხვისთვის. პირველივე დღიდან და არა მხოლოდ მე, თელმა ოპოზიციამ, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, წარმომადგენლებმა ხარი დაუჭირეთ, აღმოუჩინეთ, არ ვიცი, ხარდაჭერა, სრული სოლიდარობა, მეც მათ შორის ახლა სულ რო ჩემთვის მიუღებელი რამ თქვას, ბატონო ცეცოვან, იმაზე მიჭირს როგორც ახლა ექიმის, ასე ვთქვათ, შვილს, მართლა მიჭირს კრიტიკა, ანუ ძალიან სუბიექტური ვარ, ვაღიარებ. მაგრამ ახლა როცა გამოხვალ და მეტყვი რომ რაღაცა ბანაკები, რა ბანაკები, რა შუაში ორ ბანაკად არ მიხვდა მე მადლობა ხეს ბატონი იმნაძე რომ ეს ასე არ უნდა ეთქვა, ხო? მაგრამ ხელისუფლება ექცევა არაკეთის ინდისიერად. და როცა უჭირს, აი როგორც კუ ხელისუფლებას გულისხმობს, საკუთარ ბაკანში რომ თავს შემალავს, ხო იცით? ხო? აი ეს დაიმალება და წინა პლანზე გამოუშვებენ რამდენიმე ასე ვთქვათ, რასაც ვერ ვიტყვი ბატონ ამირან გამყრელიძეს. აი ხო ბატონი ამირან გამყრელიძე საუბრობს, ხო ბატონი იმნაძე საუბრობს, ხო ბატონი არ ვიცი ეზუგბაია ქალბატონი ძირითადად და ბატონი ცეცვას, ხო? მე არ მახსოვს ბატონი გამყრელიძეს გამაკეთე, ვერც მექნება, ვერანაირ პრეტენზია, მაგრამ ბატონი იმნაძესთან მექნება და რაც არ უნდა ვიღაცას არ ესიამოვნოს, არ ვიქნები გულწრფელი. ეხლა როცა იტყვის რომ ორი ბანაკია, რა ორი ბანაკი ხახნო, ყველა ერთნაირად ვართ, ჩვენ შეშფოთებულები და ექიმი თუ ხარ, ჩემი ექიმიც უნდა იყო და იმის ექიმიც უნდა იყო. და მაპატიეთ, როდესაც ეხლა ქალბატონი იტყვის ექიმი, ვინც არ უნდა იყოს, რომ იცით რა ტესტირებას აღარ გავაკეთეთ, იმიტომ რომ დღესო ტესტირება გავაკეთეთ, ბერმა დაინფიცირებულმა იჩინა თავი და ამიტომ ხვალიდან ტესტირებას ეს ასე არ ყოფილა ბატონ ნიკა, რაღაც არასწორად გამოვთქვი და აღიქვითო ასე განსწორდა მე ეს. გავიგე, ხო, არა, გავიგე, ხო, ამაზე კითხვა ხომ უნდა დასვას ყველა ჟურნალისტმა, არ ვიცი მე, სპორტსმენმა, მოქალაქემ რა ხავდო. ხო დავსვათ, არ უნდა დავსვათ. და აქ ის კი არ არის რომ ვიღაცა ჯიბში ვიღაცას უდგება პირიქით, ამათიქით სადაგვაქვს გზა ჩვენი ბედი რეალურად ამ ადამიანების ხელში არის. ყველა განურჩევლად პოლიტიკური, არ ვიცი, წამსისა, რელიგიური წამსისა, გემოვნებისა, ამათ ვანდეთ რა და ეხა ექიმები ერთმანეთში კაბათობენ, ეხა ბაპატიეთ ეს ჩემი საქმე არ არის და მაგრამ ეხა ხელისუფლება რომ არ ექცევა ამათ კიდევ ერთხელ ვამბობ, მაინდა-მაინც რბილად ვთქვათ კეთილს ინდისიერად ისევ ეს ნუ ცხადზე უცხადესია და რა ვიცი ახლა მარტო საქართველოში არ ხდება ხო ეს იმიტომ რომ წინა პლანზე უკვე წამოიწია შიმშილის შიშმა ნინო და ამიტომ არის რომ არც უნდა გაგვიკვირდეს ეს ამიტომ არის ეს სულ უფრო და უფრო დღეები გადის ზარდი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ აი ბატონო ნიკა, აი აქ ჩვენ ნახეთ რომ ანტიკრიზისული გეგმა დაიდო, მას აქვს რაღაცა კონკრეტული პუნქტები, არის კონკრეტული მოზიდული თანხაზე ან მოსაზიდზე პარამეტრები დადებული და ისიც ნახეთ რომ ყველა სეგმენტს რაღაცა უნდა რომ ხელისუფლებამ შეახვედროს. ეს ასე ჩანს ამ ციფრებით. კონკრეტულად რა გასაგებია რომ 300 ლარი ძალიან ცოტაა ნებისმიერი ადამიანისთვის, თვიდან თვემდე თუ 200 ლარი, თუ ის რაღაცა კონკრეტული შეღავათები, რაც შეიძლება მიიღო ბიზნეს სხვადასხვა სექტორმა, მაგრამ მაინც ეს არის თუ არა ის მაქსიმუმი, როგორ ფიქრობთ თქვენ, რაც ამ ქვეყნის ბიუჯეტს შეიძლებოდა აეწია? არა ვართ მართლები, ხა რაზეც საუბრობ, დავიწყე. სად არის ბიუჯეტი? ვინმე გვაჩვენა ეს ბიუჯეტი? ნინო, არ არსებობს ბიუჯეტი და აქ არის მთელი უბედურება და თქვი აკი ერთხელ და გავიმეორებ დიდი სიამოვნებით თქვენს ეთერში, რომ 1.5 მილიონიანი ტყვილი ქართულ ოცნებას არ უკადრია არასოდეს. ეხლა არ უნდა ვაღიაროთ რა. არ უკადრია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნათელი არის უკვე დიდი ხანი, რომ არსებითი ნიშანი ხელისუფლების ან ქართული ოცნების არის ტყვილი, თავარი ღერძი არის ტყვილი და
ანუ პოლიტიკურ გენეტიკაში აქვს ტყვილი და ამიტომ ხვიათ ქართული ოცნება უკვე ჩემთვის სხვა შემთხვევაში ნუ არ ვიცი სხვა სახელიც ალბათ მოეძებნებოდა და ქართული რეალობა თუნდაც ხო ეხლა ეს უბრალოდ იმიტომ კი რომ ოპონენტი ვარ ეხლა და ამიტომ ვამბობ 8 წლის განმავლობაში რა ტყვილი არ მოგვისმენია ხო რა რომელი ერთი გავიხსენოთ ყველაზე ასე თქვი ნათელი 5 მილიონი თითო სოფელსო ხო და არ ვიცი ანეკდოტები დაიწერა ამ ყველაფერზე მაგრამ ასეთი ტყვილი არ მოგვისმენია იმიტომ რომ რას იფსაუბრა ბატონმა გახარიამ მილიარდერის წარმომადგენელმა იმ დღეს პრეზენტაცია როდესაც აკეთებდა საფუძველი ხომ არ ქონდა რასაც საუბრობდა როგორც გაირკვა არ ქონია ბიუჯეტი რა არ შემოუტანია პარლამენტში დასამტკიცებად არავის არ გვინახავს და მე გავიგეთ საერთოდ საოცრება როდესაც ატყდა ამბავი რომ მაისის ბოლომდე არაპირებენ ბიუჯეტის შემოტანას. ამიტომ ის რაც გახარიამ ისაუბრა, ერთი არის უბრალოდ უსაფუძვლო საუბარი, უბრალოდ აი ნებისმიერი ყანწით კარგ თამადას სადღეძელო რომ შეესვა, რომ გაუმარჯოს ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ამეგობროს, ნათელი მომავალი ქვეყანას, აი ესეთი დატვირთვა მიეცა მის პრეზენტაციაზე. რატომ? იმიტომ რომ სად არის ბიუჯეტი? გავიდე ერთი კვირა გახარიას პრეზენტაციის შემდეგ და ვინმე რაიმეს იკეთე მიიღო, გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ არსებობდა საფუძველი, რაც თქვა, ისიც დიდი ტყვილი თქვა. ეხლა პრაქტიკულად არ არსებობს თურმე ამ ქვეყანაში მოსახლეობის რიგებში სოფლად მაცხოვრებელი ადამიანები, არა და 1,5 მილიონია. არც ერთი სიტყვა სოფლში დასახლებულ ადამიანებზე, უბრალოდ არც ერთი სიტყვა. და ეხლა, როდესაც ავტეხეთ ამბავი და თქვით, რომ როდესაც იძახი რომ 75 მილიონი ლარი მაქვს გამოყოფილი 840,000 თვით დასაქმებულისთვის და ამათ მე ერთჯერადად 300 ლარს მიცემ უმარტივესათო დავადგენ და მიცემ 300 ლარს ხო და მე დავითვალეთ ხო და აღმოჩნდა რომ 840,000 თუ მიცემ 300 ლარს ერთჯერადად ჭირდება 252 მილიონი და არა 75 მილიონი რაც იქ აჩვენა რა ქვია იმაზე პრეზენტაციაში და 3 დღის თავზე აღიარეს და თქვეს რომ იცით კი ბატონო ჩვენ 1/3-ს დავეხმარებით ხო 1/3-ს დავეხმარებით თვით დასაქმებულებს ანუ ვინცო იურიდიულ პირთან არისო თანამშრომლობაში ხა ხელოსნებს არ ვიცი თან მათ შორის რა თქმა უნდა სანტექნიკებს ბღებავებს იქ დურგლებს ამათ ნუ კი ვიცით რომ არიან ხელოსნები ვიცით რომ მთელი ცხოვრება თვით დასაქმებულები არიან მაგრამ ვერ ვეხმარებით ანუ აქაც კი მოიტყვილა ასევე ძალიან დიდი ტყუილი მოდით აი ერთ მაგალითი მინდა თქვა ძალიან მოკლეა და ანუ ამით მინდა უბრალოდ დაგანახოთ რამდენად არაპროფესიონალური და არაკვალიფიციური იყო ის რიტორიკაც კი რომელსაც საფუძველი არ ქონდა გამოვიდა კაცი გახარია და თქვა რომ ქვეყანაში ყავსო 550,000 დასაქმებული კერძო სექტორშიო ამ 550,000 ადამიანიდანო 350,000-მაო დაკარგაო სამსახურიო რაც არის ნუ აი ძალიან დიდი ტყუილი რომ 350,000-მა დაკარგა არა რა ახსნი რატო იტყვილება უბრალოდ ლუქს ტოვებს ეხა ბიუჯეტში ეხა დაუბრუნდები ამას 350,000 ადამიანსო მეო მივცემო მოკლედ თვეში 200-ს და ჯამში 1200-ს რო გადავიანგარიშეთ ხო ამ ყველაფერს სჭირდება 420 მილიონი ლარი და პრეზენტაციაში აჩვენა 460 მილიონი მაქვს 440 მილიონი რა სერიოზულ პრეზენტაციას როცა ატარება აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარე თუ პრემიერ-მინისტრი 40 მილიონი 40 თეთრი ხო არ არის ცნობილება აქ თუ ამხელა ნამატი გაქვს ხო ეხლა თვით დასაქმებულებს და მართლა რო სჭირდებათ ასე თქვათ დახმარება იმათ რატო აკლებს საერთოდ და არ თქმევ ჯერ ერთი ის ვერ გავიგე ეს სეგრეგაცია რას ნიშნავს ესე იგი 4ჯერ ნაკლები ნინო ჟიჟილაშვილმა როგორც თვით როგორც დასაქმებულმა ტურისტული სააგენტოს რაღაცა ოფისში უნდა მიიღოს 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში და მაგალითად დიანა ტრაპაიძემ რომელიც
თვით დასაქმებული არის და ყველა მიცის რომ თვით დასაქმებულია თემო რაიონა ერთჯერადად უნდა მიიღოს 300 ლარი. ანუ თქვენ 4ჯერ მეტი რატომ უნდა მიიღოთ სახელმწიფოსგან? დიანას ასე ვერ დავჩაგრავთ. დიანას ასე ვერ დავჩაგრავთ. არა, არ მესმის, ანუ 4ჯერ მეტი, 4ჯერ ნაკლები, რატო? აი, ლოგიკა სად არის, იცი? აი, მაგალითად, ხობის რაიონში თუ კი ვარ დურგალი და აი, არ ვიცი ამ შალაშინით მთელი ცხოვრება დავდივარ, თელმა ხობმა ხო იცის, ან ზუგდიდმა ხო იცის, რომ მე ვარ ამით ვირჩენ თავს და დურგალი. რა ცნობას ვთხოვ, რა იმას ვთხოვ, რა ქვია, ბეჭედ დათმოცნობას ვთხოვ, ხო? ჯერეთის არც მაძლევა, რომც მომცე, 3ჯერ, 4ჯერ ნაკლებს რატომ მაძლევ, ვიდრე დასაქმებულ. ანუ რამხელა უზუსტობები იყო ამ ნალაპარაკებში, ანუ ამ ვოკალშიც რამხელა. აი, ბოლო კითხვა მექნება. ბოლო კითხვა მექნება. აი, ეს ხარვეზები, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, რაც სოციალურ პრობლემებს უქმნის თქვენი აღქმით, ხო, თქვენი ანალიზით, მოქალაქეებს, ძალიან დიდ რაოდენობას მოქალაქეებისას. წინა საარჩევნო პროცესში, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას არ აქვს გათვლილი? თუ კი ეს მოქალაქეები იქნებიან უკმაყოფილონი, მათი ეს უკმაყოფილება კონვერტირდება ხმებში, ხომ? ესაა ლოგიკა წინა საარჩევნოთ. როგორ ფიქრობთ, ამაზე არ ფიქრობს ხელისუფლება? როგორ არ ფიქრობს ნინო, მაგრამ რა ქნა, ეხლა მეც რომ მქონდეს თმა თავზე დიდი სიამოვნებით გადავივარცხნიდი თქვენ ჩართვამდე და უშეო სხვანაირი ესე იესახე მიმეღო, მაგრამ არა აქვს ეს თმა მაგათაც და ვერ ივარცხნი, ანუ ბიუჯეტი არა აქვს, შემოსავლები არა აქვს, რა ქნა, ნაბადო, უმძიმე მდგომარეობაში არის, ტყუილს არჩევენ, კი, პარადოქსია, გეთანხმებით. მეც ძალიან გაკვირებული ვარ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვილაპარაკო ეხლა მე ხო, ან ნებისმიერმა სხვამ ხა ყველაზე კარგად ხომ იმ მოსახლემ იცის და გაიგებს ის მოქალაქე რომ ხვალდაზე ვერაფერს ვერ შეთავაზებს ხელისუფლება. მაისის ბოლომდე რასელოდებიან, ნუ გამაგიჟეთ. მაისის ბოლომდე ბიუჯეტის შემოტანას არაპირებენ, ნიშნავს რომ არაპირებ არანაირი დახმარების გაწევას და არა და იმ პრეზენტაციით, ვაი პრეზენტაციის თავი და ბოლომდე რომ პროპაგანდა ქვია, ხო? ეხლა დაკვირდნენ ცაში წეროს და ხელში ბევრად არ დაგვაკავეს. ეს ხო ფაქტია. მადლობა. ხო და უკვე 2 თვეა, ეს უკვე 2 თვე გავიდე და რასელოდებიან, სიმართლე გითხრათ, მეც კი გაკვირვებული ვარ. რა თქმა უნდა, ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას, მაგრამ თითქოს ეხლა თქვენ იცით რომელი პოზიციიდან დამისვით ეს კითხვა, ამდენად საკუთარი თავის მტრები ხომ არ არის, რომ ეს გააკეთებ. ხო, ასე გამოვიდა, რომ არიან. კი ბატონო, მადლობა ნიკა მელიას მოსაზრების გაზიარებისთვის.